ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ორი გაერთიანებული მარში მოემართება და მიდის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ ადამიანებს შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული ადამიანები, რომლებიც მთელი ამ 100 დღის განმავლობაში პროტესტს უწყვეტად ინარჩუნებენ, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. მე მინდა კადრში გაჩვენოთ თუ რა მასშტაბის აქცია არის. საკმაოდ ბევრი ადამიანი არის, სამანქანო გზა სრულად არის დაკავებული მათ მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ რაოდენობის ადამიანებს ხელოვნურ პრობლემებს ნამდვილად არ უქმნიან. მათ გაათავისუფლეს სამანქანო გზა და მისცეს შესაძლებლობა, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ ეს ადამიანები და მიემართებიან ახლა პარლამენტის ტერიტორიისკენ. აქ იმყოფებიან როგორც მოქალაქეები, ასევე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. ისინი პერმანენტულად იღებენ აქციებში მონაწილეობას და თავიანთ პროტესტს გამოხატავენ. მე გავესაუბრები ახლა ვხედავ ნიკა კაციას ძმას, ლაშა კაციას. მოგესალმებით, ლაშა, პირდაპირ ეთერში ვართ. პირველ რიგში უნდა გთხოვოთ შეფასება განვლილი 100 დღის, რომელიც ნამდვილად არ იყო მარტივი. შეიძლება ითქვას, გარდამტეხი არის ეს 100 დღე. ასეთი მასშტაბის უწყვეტი პროტესტი არ ახსოვს საქართველოს. თქვენი გადმოსახედიდან როგორ ფასდება ეს 100 დღე? პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად და ზუსტად იმ მომენტს, როდის დავიღლებოდით, ვფიქრობ, რომ ეს თარიღი მნიშვნელოვანია, რადგან უკვე მე 100 დღეა უწყვეტად დგავართ ქალაქის შუაგულში იმ ისტორიულ ადგილზე, სადაც ქართველები ყოველთვის იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და რამდენი 100 დღეც არ უნდა დაგჭირდეს, ზუსტად იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ არ დადგება ის გამარჯვების დღე, რომელსაც ველოდებთ, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ იქნება განთავისუფლებული, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ამის შემდეგაც გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ არასოდეს აღარ დაგვიდგეს ის დღეები, რომ ქვეყანას ყავდეს ამდენი პოლიტპატიმარი. ლაშა, დღეს უნდა გამართულიყო ნიკას სასამართლო პროცესი, თუმცა პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო პროცესი. ასევე დღეს სოციალურ ქსელში განათავსეთ პოსტი, სადაც წერდით, რომ არ გაძლევენ ნიკასთან შეხვედრის შესაძლებლობას, კერძოდ პენიტენციური დაწესებულება გიზღუდავთ პაემნის უფლებას. აი ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რაში არის საქმე? დღეს დილას იყო ასეთი შემთხვევა, რომ ჩემ ძმამ დარიკა ციხიდანა გვითხრა, რომ მე არ მაქვსო დასტურიო და დარიკე ცხელხაზეო და გაიგეთო როდის არის ჩანიშნულიო საათი და დღეო და როდესაც დავრიკე ცხელხაზე აღმოჩნდა ცხელხაზე გვითხრეს, რომ არ აქვს ამაზე ამ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს. ისევ ჩვენ ძმასთან მქონდა საუბარი რამოდენიმე წუთში, ჩვენ ძმამ ციხეში იკითხა სოციალურ სამსახურთან და მათქვეს, რომ მათ სატელეფონო ბაზები აღარ აქვთ, შესაბამისად ვერ გაგვაგებინებენ დროს და გაჩნდა უკვე ეჭვი, ანუ აბა რა რჩება, რა გზამ რჩება, რომ გავიგო მაშინ როდის არის პაემანი ჩანიშნული. მაშინ როცა თვეში ორჯერ ხვდებოდით, არასდროს პრობლემა არ იყო, SMS-იც მოგდიოდა და ცხელხაზეც პასუხობდნენ და დღეს დილას ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, რომ ფაქტიურად ვერ გავიგეთ ამ წუთამდე არ ვიცი ზუსტად როდის არის ჩანიშნული. უნდა ავიდეთ ციხეში და ვარკვიოთ ციხეში. ის არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნიკას უფლებებთან დაკავშირებით პრობლემები არის. ხო, აქამდე საუბრობდით ჩვენს მედია და თქვენ ოჯახის წევრები, რომ მას ხელოვნურად უქმნიდნენ დაბრკოლებებს. კი, ანუ მე სულ ვიძახი, რომ პერიოდულად ხდება ისეთი საკითხები, რომ პერიოდულად სულ რაღაცა სირთულეებს ქმნიან. არ ვიცი ამას რატო აკეთებენ, არ ვიცი რას ემსახურება. ფაქტია ის, რომ აი სასამართლოებზეც უყურებთ ალბათ, ხო, ამ ბიჭების სახეზე ღიმილი ვერ გააქრეს და ალბათ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ცდილობენ ახლა ზეწოლას და ახალი რაღაცა სირთულეების მოგონება. მადლობა. ლაშა კაციას უსმენთ და გავესაუბრებით ზვიად ცეცხლაძის დედასაც. მოგესალმებით. გუშინ იყო სასამართლო პროცესი. თქვენი შვილის მოსამართლემ ისევ პატიმრობაში დატოვა ზვიადი. მისი სიტყვა იყო საკმაოდ ამაღელვებელი. თქვენ როგორ შეაფასებდით პროტესტის ამ 100 დღეს? პროტესტის ამ 100 დღეს და გუშინდელ სასამართლო პროცესზეც რომ გითხრათ თქვენი აზრი. პროცესს შევაფასებდი დადებითად, ხალხი უკეთესად განწყობაზეა. ასე გამოდა მინდა. გოდით რა? იქნებ ზვიადის სიტყვა და გუშინდელი სასამართლო პროცესი რა შევაფასებ. ის გუშინდელი პროცესი არ იყო, შოუ იყო. სასამართლო პროცესს ვეძახი, მე
მაგენის თამაშობენ როგორც სახლობანას, ისე მოსამართლეობანას თამაშობენ და ზვიადი მხნედარი და ჩანს კიდე მის სიტყვაში და მის საქციელში და ჩვენ უფრო ძლიერი და უფრო ბევრი ხალხი ვარ. რატო მადლობა. ზვიად ცეცხლაძის დედას უსმენთ თქვენ. მარში მიმდინარეობს, მიდის ახლა რუსთაველისაკენ. თქვენ ხედავთ ხალხის რაოდენობას, როგორც გითხარით, სამანქანო გზა სრულად აქვს დაკავებული ამ ადამიანებს და მიემართებიან პარლამენტისკენ, იქ სადაც 100 დღეა უწყვეტად არიან შეკრებილები ადამიანები და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი ადმინისტრაციის პირობებში და ასევე რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას.